საქართველოში მე-12 ჯერზე ვახორციელებთ კონკურსს, წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ერთდროულად იმართება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. თემას, რომელსაც შეიმუშავებს მსოფლიო საფოსტო კავშირი, მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოქალაქე 15 წლის ასაკის ჩათვლით წერს წერილს. იმდინარე წელს ჰქონდა თემა წარმოიდგინე ხარ ოკეანე და მიწერე წერილი ადამიანებს თუ რატომ უნდა იზრუნონ შენზე. მონაწილეობა მიიღო 600-მდე ახალგაზრდა მწლევანდელ კონკურსში და 7 გამარჯვებული იქნა გამოვლენილი. 3 პირველი, მეორე, მესამე ადგილი სპეციალური ჟიურის მიერ იქნა გამოვლენილი. 1 გახლავთ საქართველოს ფოსტის რჩეული, გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული და განათლების და მეცნიერების სამინისტროს რჩეული. გამარჯვებულები 7-ვე ნომინანტი საქართველოს რეგიონებიდან არის წარმოდგენილი, რომლების დაჯილდოვდებია სხვადასხვა საინტერესო პრიზებით, საჩუქრებით, ისეთი როგორც გახლავთ კომპიუტერი, პლანშეტი, ველოსიპედი და ასე შემდეგ. ბავშვების ფანტაზია იმდენად მრავალფეროვანია, საქართველოს ფოსტის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევარში ოკეანე გახლავთ ფოსტალიონი. და ალბათ ასეა, ბოთლში ჩადებული წერილი და სხვაგვარი ფორმატით უამრავ ადრესატთან აქვს მიტანილი თვითონ ოკეანეს. ვამაყობ, რომ ასეთი ახალგაზრდა თაობა იზრდება ჩვენს ქვეყანაში, რომლის შეხედულებებით განზოგადება აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. მიმართავ ბავშვებს, ვისაც არ მიუღიათ მონაწილეობა, რომ მომავალ წელს აუცილებლად მიიღონ მსგავს კონკურსში, სადაც კიდევ განსხვავებული ხასიათის თემა იქნება წარმოდგენილი.